ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას. ცენტრს რეაბილიტაცია 2 წლის განმავლობაში უტარდებოდა, რისთვისაც 9 მილიონი ლარი თურქეთის მხარემ გამოყო. თან ეს გახსნის ცერემონიალს აჭარის მთავრობის უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის მერიის წარმომადგენლები, ასევე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. რა მომსახურების მიღებას შეძლებენ ბენეფიციარები, თამარ კიკნაძე ამბობთ. ორწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ინკლუზიური განათლების მიღებას და სხვადასხვა უნარჩვევების დაუფლებას დღის ცენტრ თანაში აჭარის მასშტაბით 30 წლამდე ასაკის ბენეფიციარები შეძლებენ. მარტოხელა დედებსა და ბავშვებს კი თავშესაფრის უზრუნველყოფით მოემსახურება. მათ აქ უტარდებათ ფიზიკური თერაპია, ლოგოპედის, ნევროპათოლოგის, ფსიქოლოგის დახმარებით მიმდინარეობს მათი სოციალური რეაბილიტაცია. ძალიან დიდი მადლობა აჭარის მთავრობას, რომელიც ყველანაირად გვეხმარება, რათა ნორმალური პროგრამები განხორციელდეს ჩვენ ცენტრში, ასევე თურქეთის განვითარების და კოორდინაციის სააგენტოს. თანა მახინჯაურის ყოფილი ჩვილბავშვთა სახლის შენობაში გაიხსნა. შენობა აჭარის მთავრობამ ორგანიზაციას 10 წლის ვადით უსასყიდლოდ დაუთმო. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი 2013 წლიდან თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ განახორციელა, რისთვისაც $500,000 დახარჯა. ეს არის მეგობრობის ურთიერთთანადგომის ჩვენი ორი ქვეყნის ძალიან დიდი თანამშრომლობის, ასე ვთქვათ, შემაჯამებელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იმუშავა თიკამაც, ჩვენც ბევრი ვიშრომეთ იმისათვის, რომ ერთი, ასე ვთქვათ, სამკუთხედი შეგვექმნა. შენობის რეაბილიტაცია 2013 წელს დავიწყეთ. იგი ახლახანს აღჭურვეთ საბოლოოდ. ეს არის თურქეთის მეგობრობის ნიშანი საქართველოს ხელისუფლების წინაშე. ცენტრ თანას გახსნის ცერემონიალს აჭარის მთავრობის უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათთვის მასპინძლებმა რამდენიმე წუთიანი საკონცერტო პროგრამაც გამართეს. ამჟამად მკურნალობის კურსს აქ 150-მდე საჭიროების მქონე პირი გადის. ვფიქრობთ, რომ თუ ამ ეტაპზე აქ სარგებლობს სადღაც 150-ზე მეტი ადამიანი, გაოფართოვოთ მომსახურებად, გარდა ამისა ეს ცენტრი გამოვიყენოთ ჩვენი უცხოელი პარტნიორებისათვის, მოიპატიჟოთ ბავშვების სხვა ქვეყნებიდან, რომ აქ შეძლო რეაბილიტაციის კურსის გავლა 10 დღიანი ან 15 დღიანი. ეს გამორჩეული პროექტია, იმიტომ რომ აქ ხელშესახებია პირდაპირ უშუალოდ ვეხებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, ვეხებით მათ პრობლემებს და ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებს ვეძებთ ერთად. ღონისძიებაზე პირდაპირ ტრანსლაციით ჩაერთნენ თურქეთის ვიცე-პრემიერი და თიკას პრეზიდენტი. გახსნის ცერემონიალს კი ადგილზე თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ესწრებოდნენ. 22 წელია, რაც ორგანიზაცია თიკა მოღვაწეობა დაიწყო. იგი ასევე წლები ახორციელებს საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით პროექტებს, მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების სფეროში. მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ თქვენს ხელისუფლებასთან. მომდევნო მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც თიკა აჭარაში განახორციელებს, ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია.